სტუმარი შემოგვერთა სტუდიაში საინტერესო. ჩემთვის ყველაზე საყვარელ თემამდე მივედით 2026 წელი მოდის ცეცხლოვანი ცხენის თუ არ ვცდები და ბევრი საინტერესო რამ უნდა გავიგოთ. პირველ რიგში უნდა გავიგოთ როგორ მოვხდოთ ნაძვის ხე, როდის მოვხდოთ ნაძვის ხე, რა ფერებში და ასე შემდეგ. ჩვენი სტუმარი ეთიკო ქოქაშვილი, ფენშუის სპეციალისტი, მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ და გვაინტერესებს ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ. მოდით დავიწყოთ ნაძვის ხით. მერე გადავიდეთ რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და როგორ უნდა შევხვდეთ 31 დეკემბერს. და მე როგორი წელი გვექნება, ესეც ხო გვინდა? მე როგორი წელი გვექნება, რა გველოდება, ავშენდებით, დავიგზავნით ამ წელს, რა გვექნება მოგვიყევით. 2026 წლის ცხენის შემობრძანების პერიოდი საკმაოდ ისეთი ენერგიებით ელოდებიან, რადგან ცეცხლოვანი არის ბევრი რაღაცა ისეთი ცოტა არასასიამოვნო ინფორმაციებიც, მაგრამ პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ცეცხლის ენერგიას სიყვარულს აქტიურებს და სიყვარულის ენერგიას მოუტანს მარტო ჩვენ არა, ანუ სამყაროს. ეს უკვე ამბავია. და აქედან გამომდინარე ძალიან საინტერესო იქნება მისი იმპულსური ენერგია, სისწრაფე, ცვალებადობა და ძალიან არასტაბილური წელი გველოდება, თქვენ გიდათ ვიცხრათ. ცეცხლოვანი საინტერესო არის. ცეცხლი არის ენერგია, რომელიც გარშემო, როდესაც ანთია მთლიანად გიზგიზებს და პატარა ნიავზეც კი შეიძლება მოედოს ყველაფერს, ასე რომ თან ფრთხილადაც უნდა ვიყოთ როგორც ხდები. იკა ვიდრე აი ამ დიახ. ჯერ კიდევ გვაგვსწოდეთ რომ იმისთვის რომ მოვდუნდეთ, დავისვენოთ და შემდეგ. რა თქმა უნდა, ისე ბრძენი გველთან მოგვიწევს. ხო და ვიდრე აი ამ ნივთებს გვეტყვესათ ითაოთ რა დანიშნულება აქვს, მანამდე სხვადასხვა სტატიას ვკითხულობდი ამ პერიოდში, რა რიცხვში არის უმჯობესი რომ მოვხდოთ ნაძვის ხე, ვისაც ჯერჯერობით არ გვაქვს სახლში. აი შენ რას გვირჩევ ფენშუის მიხედვით, რომელი რიცხვები არის და თუ არის ასე გამოყოფილად თუ არ აქვს დიდად მნიშვნელობა და დატვირთვა. საერთოდ აღმოსავლური კალენდრით ვნახულობთ ამას და სექტორებს ვადგენთ ხოლმე იმის მიხედვით, სად არის კარგი ვარსკვლავები ადგილსაც ხო ადგილსაც და ანუ ჩვეულებრივად ესე არ ვწყვიტავთ რომ აქ უნდა დაიდგას. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის რომ განათებული ნაძვის ხე, რომელიც სიმციმებს, ის არის აქტივატორი. და ჩვენ ამას ვიყენებთ სასიკეთოდ. ამიტომ არის თორე ყველგან შეუძლიათ დადგან ნაძვის ხე, უბრალოდ არის სექტორები, სადაც განათება უბრალოდ კარგ რაღაცებს არ მოგვიტანს. არის სამხრეთ-აღმოსავლეთი, აღმოსავლეთი სახლის ცენტრი, დასავლეთი და ჩრდილო-დასავლეთი. მთელი იანვარი არის ძალიან კარგი სექტორები, ასე რომ შეგვიძლია აქ დავდგათ ნაძვის ხე და გავაციმციმოთ. და რეალე და გადაწყვეტეს რიცხვებით რაც შეეხება. აი მაგალითად ძალიან კარგი იქნება 9-ში, 11-ში, 21, 22 ძალიან კარგი არის 29, 30 და 31 დეკემბერიც. ასე რომ არც ამაში არა ვართ შეზღუდულები. მაგრამ თუ დრო არ აქვს, თუ დასახელდა და დიახ, თუ დრო არ აქვს, ახლა მაინდა-მაინც ნუ ამოირჩევენ ისე რომ სასიკეთო იყოს ყველა მხრივ ეს დღე. განწყობასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ჩვენ, როდესაც ნაძვის ხეს ძალიან ბევრ სურვილებს და პოზიტიურ ენერგიას ვდებთ ამაში. და ამას აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა. შეიძლება არ გამოვიყენოთ არც რიცხვი, არც საათი. ადგილს მართლა მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ სექტორულად შეიძლება არ იყოს სასიკეთო ჩვენთვის და კონფლიქტი მოიზიდოს. მაგრამ უჟმურები არ უნდა ვიყოთ მორთვის. მაგრამ მორთვის აუცილებელი არის, არ უნდა დავდგოთ, იმიტომ რომ აი ახალი წელია და დავდგი უბრალოდ, ჯობია არ დავდგათ და თუ დავდგავთ, მაშინ ძალიან დიდი განწყობა და ენერგია უნდა შევეცდეთ. მე ზოგადად ვფიქრობ, რომ ჩვენს განწყობაზე არის ძალიან ბევრი რამ და არ არის ასე რაღაც გადაწყვეტილად ვერც რიცხვებს ვიტყვით, შეიძლება თუნდაც 9 რიცხვში არ იყო იმ ხასიათზე, რომ ნაძვის ხე დაადგა და საკუთარი განწყობის, ემოციის და აი ამ გაშვებული აურის. და თან როგორც ხვდები ხოლმე ახალ წელს, ისე არის ხოლმე მეტნაკლებად მთელი წელი. რა უნდა გვეცვას ახალ წელს, ესეც საინტერესო. ნახეთ, ჩვენ ისე გვეთვლება წლის ენერგიები და ფერები იცვლება თებერვალში. დიდი ცვლილება არ გვაქვს. იმ მოსაზრებას თუ მოვისმენთ, რომ აი რომელიღაცა ქვეყანაში ვიღაცამ თქვა, რომ ეს ფერი არ შეიძლება, ან რაღაცა ინფორმაცია დაიდო, ვიცახი, რომ ყველა ქვეყნისთვის მაინც ცხენის ენერგიას სხვადასხვანაირად იმუშავებს, ამიტომ არ არის რეკომენდირებული მაინც ერთ გაიდლაინს უცხოელებს მოვუსმენთ, იმიტომ რომ
ეხლა მაგალითად ჩინეთში ცეცხლოვან წელს ძალიან ესეთი ტრაულში ელოდებიან. არ ქონიათ მათ ისტორიაში კარგი პერიოდი ამ ცეცხლოვან ცხენში, მაგრამ ჩვენ არ ქონდა ესეთი სიტუაციები, აქედან გამომდინარე ყველა მთელი მსოფლიოს გარშემო ყველა ქვეყანა სხვადასხვანაირ ენერგიებს გადაამუშავებს. რაც შეეხება ამ ჩასაცმელს, ძალიან ბევრისგან გავიგე, რომ თურმე აკრძალული ყოფილა წითელი. გეტყვით, რომ ცეცხლის სტიქია შემოდის და ეს მისი სტიქია არის. ბევრი ცეცხლი კი იქნება, მაგრამ ცეცხლის ენერგია არის ძალიან ძლიერი ენერგია. ამიტომ ცეცხლის ფერი არ იქნება აკრძალული და შეგიძლიათ თქვათ, ვისაც აქვს სურვილი 31-ში, 1-შიც და 2-შიც ჩაიცვას. მაგრამ ლურჯი ფერიც იქნება აქტუალური და იმას ვიტყვენ, რომ ტენდენციებში, საერთოდ მოდის ტენდენციებში ლურჯი, ცისფერი და ეს ფერები ძალიან პოპულარული გახდება 2026 წელს, იმიტომ რომ წყლის ენერგია კვაკლია. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ 31 დეკემბერს ისევ გველის წელს ვხვდებით და ცხენი და გველის ენერგია ორივე გვიდევს ხოლმე, ამიტომ საახალწლო სუფრაზე მწვანე ფერიც დაშვებულია. გამოდის რომ აკრძალვა არ გვაქვს, ვერცხლისფერი, ოქროსფერი, ეს ისე. მრავალფეროვანი. ასე რომ შეიძლება შავი არ უნდა ჩავიცოთ ალბათ. უნდა და თავისუფალი იყავით თქვენს არჩევანში. თავისუფალი, იმიტომ რომ ყველა ადამიანს კიდე თვითონ აქვს პერსონალურად კიდევ ენერგიები, სადაც აქვს ბალანსი ამ 5 ელემენტის. რამდენი აქვს წყალი, რამდენი აქვს ხე, ეს მთლიანად არ ვართ რაღაცა კონკრეტულზე დამოკიდებული, მაგრამ იმის შიში, რომ წითელი თურმე ძალიან საშიშია, არ დაიჯეროთ, წითელი არის საერთოდ აღმოსავლეთში ერთ-ერთი ფერი, ყველაფერს წითელ ფერში უშვებენ, თქვენს ძალიან კარგად იცით ეს გაშვებული ბუშტებიდან დაწყებული კონვერტები, საჩუქრები და ხო რა, თევზზე პირველი მაინც წითელი გახსენდება. სურვილებზე რა უნდა გვედოს, ესეც საინტერესო. თუ ცხენის წელს ვხვდებით, მე კადრს მეკითხა, რომ ხორცი არ უნდა იყოსო, ამოვიკითხე ბევრგან, უფრო მეტი ბოსტნეული, სიმწვანე და ასე შემდეგ. ანუ მთლიანი გოჭი შეგიძლია ძელს უბრიდან აიღოს. არის მე მაგალითად ფენშუის მიხედვით არ ვთვლი, რომ რაღაცა ძალიან უნდა დავიმძიმოთ ენერგია. ხორცი არის მძიმე ენერგიის, მაგრამ ვისაც რა შესაძლებლობა და სურვილი აქვს იმის მიხედვით. თუ ცხენის წელს ვხვდებით, ამ შემთხვევაში თავთავები შეგვაქვს, რომელიც ქრისტიანულადაც არის ბარაქის სიმბოლო და წლევანდელ წელს ძალიან დაამშვენებს და აუცილებელიც იქნება, თავლას ვუმზადებთ, ვთქვათ, რომ დავიმორჩინოთ ცხენი. ძალიან კარგი არის შაქარი. შაქრის დატეხები, რომელიც ასევე მის დასატკბობად გვჭირდება და ცხენს ძალიან უყვარს. ბოსტნეული, იმიტომ არის დასახელებული, რომ ერთ-ერთი არის სტაფილო, ძალიან და სტაფილოს გარშემო იტრიალებს ძალიან ბევრი კერძი, სალათი, ნამცხრები და ასე შემდეგ. ჯანსაღად დიახ. როგორც ვატყობ. დიახ და ამის მიხედვით, ამიტომ არის უფრო წასული, რაც ცხენს უფრო უყვარს. ხორცის მჭამელი არ არის და ამიტომ არის მეკვლევმა რა უნდა ქნან? როგორ უნდა ძალიან საინტერესო არის, ჩვენ ძალიან ბევრი მეკვლეობა გვაქვს. ახლა 17-ში ბარბარობას რომ დაიწყება, ოღონდ ეს ყველა 31-ში ბედობას და ასე შემდეგ ვაგრძელებთ ძველით ახალი წლის პერიოდი გვაქვს. გაჩნია რომელს ვარჩევთ და ამის მიხედვით არის ძირითადად. მაგრამ მაგა ძალიან მნიშვნელოვანი არის ადამიანი, რომელსაც ძალიან ენდობი, ძალიან დიდი სურვილი გაქვს, იცი რომ მას ძალიან კარგი განწყობა აქვს შენს მიმართ. ამ ადამიანს ყოველთვის ეპატიჟები და მისი სურვილის ის რას მოიტანს, ამასაც არ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მაგრამ ჩვენ როგორც ტრადიციულად სიტყვა შეგვაქვს, ფინანსური ენერგია შეგვაქვს, საჩუქრები გვაქვს, იმიტომ რომ ხვავიანი და ბარაქიანი წელი მოვიდა. ერთი რამ არის ძალიან საინტერესო, ზოგიერთი ამბობს და ამაზე აზრიურად იყოფა, რომ არ შეიძლება საკუთარ სახლში მეკლე თავად იყო. არ გამოდიხარ საკუთარ სახლში მეკლე. მაინც გარეთ რომ შევხვდე, არა ოჯახის წევრი, ვინც არ უნდა იყოს, მათ შორის 4 ხა მეგობრებიც კი ითვლებიან მეკლეებად. თქვენ ვერ იქნებით თქვენი სახლის მეკლე, იმიტომ რომ თქვენი ზედაც გინდათ კარგი თქვენი თავისთვის. ამ შემთხვევაში ენერგია უნდა შემოგიტანოთ კარგმა ადამიანმა, ვისაც თქვენ ენდობით, როგორც თქვი, რომ მისი ენერგია მნიშვნელოვანი. უღმესი მადლობა უნდა გითხრათ სიკა სტუმრობისთვის. თიკა ქოქაშვილი ფენშუის სპეციალისტი იყო და ჩვენი სტუმარი და საუბრობდით თუ რას გვპირდება ცეცხლოვანი ცხენის წელიწადი. მე დარწმუნებული ვარ, რომ 17 თებერვლამდე ჩვენ აუცილებლად ერთხელ შევიკრიბებით. ხო, ესეთი შეიძლება არა ერთხელაც კი. და უკვე აღმოსავლური ახალი წლისთვის და ნამდვილად დროს ესეთ გება ფენშუის მიხედვით ახალი წელი, შემდეგ უკვე ყველა დეტალზე კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ.